სიამოვნებით და სიამაყით ვიწყებთ პოდკასტების სერიას, რომელიც ეძღვნება ჩემს თვალსა და ხელს შუა აღმოცენებულ ვარსკვლავებს. ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ თავზე მუშაობით, პიროვნული განვითარებით, სერიოზულ სიმაღლეებს მიაღწიეს. მინდა გითხრათ, რომ მე 25 წელია გამცილებლად ვმუშაობ და ადამიანების ერთი რეალობიდან სასურველ რეალობამდე გაცილებას ვემსახურები. და დღეს ჩემი სტუმარი არის უკვე საერთაშორისო ცნობილი ბრენდი ხარჩის დამფუძნებელი დიზაინერი სოფიო ხარჩილავა. მადლობა სოფიო იმისთვის, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება დღეს აქ ამ თემაზე ვისაუბროთ. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო. მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ დღეს მე შემიძლია ვილაპარაკო იმაზე, როგორ გარდაიქმნა ხარჩი ბრილიანტად. ვისი დამსახურება, საიდან დაიწყო ყველაფერი. ნახეთ როგორ არის. მე ახლა იქ ვზივარ, სადაც ჩემი პირველი ვაგონი ჩამოდგა. ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა და ჩვენი გაცნობა მოხდა კოუჩინგის სკოლაში. ეს იყო 6 თვიანი სასწავლო პროგრამა კოუჩინგის სკოლა, როდესაც სოფია მახსოვს მოვიდა და თქვა, რომ ის კოუჩინგის შესწავლას იწყებს. ძალიან საინტერესო დიალოგი შედგა მაშინ ჩვენ შორის. მე დავუსვი სტანდარტული კითხვები, რაში ჭირდებოდა მას კოუჩინგი, რა პროფესიის იყო და როგორ ფიქრობდა, რაში შეიძლებოდა კოუჩინგის ინსტრუმენტები მას დახმარებოდა. სოფიამ მითხრა, რომ ის არის დიზაინერი და მას აქვს სურვილი, რომ მისი ჩვენება მოეწყოს მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში. მე სტანდარტულად დავსვი კითხვა, ვინ გიშლის? ვკითხე მე. ამ კითხვამ იმუშავა ცოტა მოგვიანებით და 1 წლის მერე, როდესაც სოფია უკვე სწავლობდა კოუჩინგის სკოლაში, როდესაც მან გამოიყენა ეს ინსტრუმენტები თავისი კარიერის დასაწყობად, ის მიხვდა, რომ მას არავინ არ უშლიდა. მაგრამ აქამდე მოსასვლელად ძალიან საინტერესო გზა გამოიარა. სოფია, რო გაგვიზიარო, რა როლი შეასრულა კოუჩინგის სკოლამ და ზოგადად კოუჩინგმა შენ კარიერაში. იმიტომ რომ ძალიან ხშირად გონიათ, რომ კოუჩინგი არის აუცილებლად პროფესიის შეცვლა. აუცილებლად კოუჩად მუშაობა და ძალიან ხშირად მისმევენ კითხვას, რომ აი სად უნდა ვიმუშაო მე და დამეხმარებით თუ არა დასაქმებაში, რაზეც მე თითქმის ყოველთვის პასუხობ, რომ თქვენ შეძლებთ თავად შექმნათ სამუშაო ადგილები. ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, მაშინ როდესაც ამ თემასთან შეხება არ ქონია. ამიტომ მე მინდა რომ შენ ისტორია მოვყვეთ, რომელიც ვფიქრობ არა მარტო ჩემთვის, არამედ ზოგადად საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია იქნება, იმიტომ რომ ხარჩი არის ისეთი ბრენდი, რომელმაც ისეთ სიმაღლეებს მიაღწია და ისეთი პრიზები აიღო საერთაშორისო ჩვენებებზე, რომ მე ვფიქრობ, რომ აქ ჩვენ მარტო კოუჩინგზე არ ვსაუბრობთ. მოდი ძალიან სიღრმის წერტილიდან დავიწყებ, იმიტომ რომ არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ აი თითქოს ყოველთვის ყველაფერი ასე იყო. არ იყო ყოველთვის ყველაფერი ასე. მე მაქვს ერთი ძალიან ჩემთვის ტკბილმწარე ისტორია. მე ვიყავი 20 წლის, ნიკოლოზი იყო 2 წლის. ქალაქში გავედით და ეს არის პერიოდი, როდესაც მხედრიანობა, ეს სოხუმის თემა მძვინვარებს ძალიან უკიდურესად დუხჭირი სიტუაცია ქვეყანაში და ნიკოლოზმა სათამაშო მანქანა ნახა ვიტრინაში და მთხოვა, რომ შევიდეთო. და მეთქი დედა ვერ შევალ, იმიტომ რომ ფული არ მაქვს და არ მინდა ოყიდვა. არ მიყიდო, ნუ ბავშვური ენით მეუბნება, რომ არ მიყიდო, მე მხოლოდ შევხედავ. ეს იყო რა? ეს იყო ყელში ბურთის გაჩხერა და ცრემლი რო გეყინება. და პირობას ვდებ ნიკისთან, სამყაროსთან, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ მას არაფერი არ დააკლდეს. და იწყება ეს ეტაპი. და ეს ეტაპი გაგრძელდა 22 წელი, როგორ იცი, აი შრომობ, ყველაფერს აკეთებ, ფული გაქვს, არავის არაფერს არ აკლებ, მაგარი გოგო ხარ, მაგრამ რაღაცა არ არის ისე. მიხვდი? ხვდები, რომ რაღაცა მეტი გინდა არა. სადღაც ოდესღაც
ყოველთვის ვიცოდი რა მინდოდა. ანუ აღიარება, მაგრამ დაბნეული ხარ ბრინჯივით. ჯერ ხო ხელოვანი ადამიანები როგორ ტიპები ვართ, ყველაფრის დაგემოვნება ვიყვარს, ყველაფერს უნდა შევეხოთ. სხვათა შორის კოუჩინგის სკოლის დამსახურებაა, რომ მე ჩემი სამი ორმო მიყვარს. ორმო, რომელიც საზოგადოებამ მაიძულა დამეჯერებინა, რომ ეს იყო ჩემი შეცდომების შედეგი. და სადახარ რა შეცდომები ორმომმა სწავლა ამოსვლა. და ეს სამი ორმო იყო ის გარდამტეხი დაცემა ადგომის, რომელმაც მიმახვედრა, რომ იცი, კაი ტიპი ხარ რა, სოფი რა. მიხვდი? და იმის მერე, როდესაც მე მოვდივარ აქ, კოუჩინგის სკოლაში, მე ვიწყებ ეგზისტენციალურ აზროვნებას. მე ვიწყებ საკუთარი არსის და თავის შესწავლას და ხვდები, რომ მართლა კაი ტიპი ვარ რა და უფრო მეტი შემიძლია. კოუჩინგმა აბსოლუტურად მოწმინდა ჩემი ამინდი. დამანახა, რომ ტიპის გარდა პიროვნება ვარ, რომელსაც სივრცე აქვს, მაგრამ აკლია მასშტაბები. მაჩვენა, რომ თუ აწერტილიდან ბ-წერტილამდე თვითონ არ განსაზღვრე რა გინდა, ის ბ-წერტილი არ მოდის. ცხოვრებაში არ დამავიწყდება წინა საახალწლო პერიოდია და ქალბატონი ხათუნა მუსაშვილი ჩამოსულია სამეგრელოში და ატარებს ძალიან ლამაზ ტრენინგს სურვილების ასრულებაზე. და აი იქ იყო ეს ორმოს თემაც, იქ იყო აწერტილიდან ბ-წერტილამდე მისვლაც და იქ ჩვენ დავწერეთ სურვილები, რომელიც მე შევინახე და 1 წლის მერე გავშალე. 10 სურვილიდან 8 ასრულებული იყო. ეს კლასიკა, მაშინ, როდესაც სწორი მდგომარეობით ხარ წარმოდგენილი. რა სხვაობაა, რომ განმარტოთ იმ ადამიანებს შორის, ვისაც აქვს მიზნები და ოცნებები და არ იცის საიდან დაიწყოს, ანუ არ იცნობს საკუთარ შესაძლებლობებს და იმ ადამიანებს შორის, ვინც საკუთარ თავზე მუშაობს. ძალიან საინტერესო რამ მახსენდება შენი ბიოგრაფიიდან. მე ვახსენე, რომ სოფია უცებ მიხვდა, რომ არავინ არ უშლის, კონდეს ყველა დიდ ქალაქში ჩვენება. მან თავისი სააგენტოს მოდელები მოკრიბა, ჩააცვა თავისი არაჩვეულებრივი სამოსები და ევროტურით, ხო, როგორც ვიცი, ავტობუსით გაემგზავრენ ევროპაში. პირველი იყო ვერონა, ხო, ვერონაში, დიდ მოედანზე, გაშალეს ხალიჩა და დაიწყეს ჩვენება. ეს იყო მოდების ჩვენება. იმავე დღეს სოფლიოში ცნობილი მოგზაური ბლოგერების ინსტაგრამ გვერდებზე მოხდა უკვე ეს ჩვენება. მერე ამას მოყვა პარიზი, ამას მოყვა მონაკო, კანი, ნიცა. ფაქტობრივად ეს ძალიან სერიოზულ გამბედაობას მოითხოვდა. იმიტომ რომ შენ ახსენე, რომ რაღაცა ცხოვრებაში უკვე იყო, მაგრამ არ იყო აღიარება. როცა ჯერ აღიარება არ არის, ჩვენ გვეშინია ნაბიჯის გადადგმის, რაღაც გვაკავებს, იმიტომ რომ ვიღაცამ ელემენტარულად შეიძლება ჩვენი თვითშეფასება ძალიან მარტივად დაამსხვრიოს. და საქართველოში როგორც წესი თვითშეფასება ადამიანებს აქვს დაბალი, იმიტომ რომ აღზრდაში ეს კომპონენტი, რომ თვითშეფასება უნდა იყოს ჯანსაღი, ფაქტობრივად არ არსებობს. აი, ამას ძალიან სერიოზული გამბედაობა ჭირდებოდა. რას გრძნობდი? ან რითი იხელმძღვანელე, როდესაც ვერონაში დაიწყეთ ჩვენება? ანუ ელემენტარულად ხო შეიძლება გაეჩერებინე ვიღაცას და ეთქვა, რომ შენ არ ღვევ წესრიგს. თან უცხო ქვეყანაში ერთი ავტობუსი საზოგადოებით ჩასული. ყველაფერში დამნაშავე არის რწმენა. რწმენა და ვიზუალიზაცია. ანუ იმდენად მეჯეროდა და იმდენად დავინახე, რომ ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი ხარჯის უცხოურ ბაზარზე გაყვანის. იმდენად მეჯეროდა აი ამ სპექტაკლის, აი ამ ჩემში დაბადებული პერფორმანსის, რომ დედამიწის ზურგზე ვერ დამარწმუნებდა ვერავინ, რომ ეს ასე არ იქნებოდა. სანამ ვერონამდე მივიდოდით, უკვე ვხედავდი, როგორ უნდა ყოფილიყო ჩვენება, როგორ გაივლიდნენ გოგოები, როგორ იქნებოდა აპლოდირება, აი ყველაფერს ხედავდი და წარმოიდგინე, რომ მართლა ასე იყო ყველაფერი. ანუ მე მაინც მგონია ხათუნა, რომ ყველაფერი არის რწმენაზე დამყარებული. ნახე, ერთხელ მახსოვს თქვენთან საუბრის დროს, მე რომ თქვენი ის ვიყავი, სტუდენტი ვიყავი, გკითხეთ ესეთი რაღაცა, რომ აბაო, ვინ რა ფორმულა გამოიმუშავეთ აი ამ ყველაფერში. და როგორ ფიქრობთო, წარმატების გზა, აი რაში
მდგომარეობს, აი საიდან იწყება ეს ყველაფერი და აი მაშინ მივხვდი რომ ყველა გვაიძულეთ საკუთარი წარმატების ფორმულა შეგვექმნა. ანუ ისე კი არა რომ მე შენ გეუბნები რომ ის ცუდია და ეს კარგია. ანუ იმდენად სწორად ხდება კოუჩინგის სკოლაში ადამიანების განვითარება თან შეკითხვების დასმით და არა იმით რომ მე შენ გეუბნები რომ ეს ასია. ყველაზე მთავარი რაც აღმოვაჩინე ეს არის ელაპარაკო საკუთარ თავს, დაუსვა შეკითხვები, ჩახვიდე თვითონვე, ჩაბრუნდე შენს ქვეცნობიერში, იმიტომ რომ ყველაფრის პასუხი ჩვენშია. თავარია გაგონება ვიცოდო. უბრალოდ ამის ცოდნა არა გვაქვს. არავინ არ გვესწავლის ამ სკოლაში, რომ ადამიანში დევს, კოდი დევს უკვე ყველაფრის. სამწუხაროდ, ამას სკოლებში არ გვასწავლიან. და რატომ არის ყაზახეთი ძლიერი? იმიტომ რომ კოუჩინგის სკოლიდან იწყება. კი. რატომ ყავს ამდენი მილიონერი, ხო? ყაზახეთს. იმიტომ რომ კოუჩინგის სკოლიდან იწყება. თვითონ მეც კი მიჭირდა რა არის სიტყვა კოუჩინგი. კოუჩინგის დამსახურება არის რომ მე თინათინ მაღალაშვილი აღმოვაჩინე. საინტერესოა, ნახე, როდესაც საკუთარ თავზე ვიწყებთ მუშაობას და ნაკადში ვხვდებით, ხო, იმიტომ რომ ჩვენი კოუჩინგის სკოლა განსხვავებულია, აქ არ იყო მხოლოდ პერსონალური კოუჩინგის შესწავლა. ერთი წლის განმავლობაში ფაქტობრივად მიდიოდა საკუთარ თავზე მუშაობა სხვადასხვა ტექნიკებით, ხო, რომელიც არის თანდევი დამატებითი, ასე ვთქვათ, საშუალება იმისთვის, რომ მომავალმა კოუჩმა ან ადამიანმა, რომელიც კოუჩინგს თავისთვის იყენებს, ეს ყველაფერი გაიაროს. როდესაც ჩვენ ვხვდებით ნაკადში, იმ წარმატების ნაკადში, ფაქტობრივად ხვდებით ხოლმე იმ საჭირო დროს, საჭირო ადგილას. აი შენ როცა საუბრობ თინათინ მაღალაშვილზე, მე ვფიქრობ, რომ ეს ზუსტად ის შემთხვევა იყო. გეთანხმებით. ჩვენ მქონდა ესეთი დავალება კოუჩინგის სკოლაში, რომ ერთი კვირის მანძილზე უნდა ჩამოგვეწერა ადამიანების სახელები, ვისაც მთელი ერთი კვირის განმავლობაში ხვდებოდით და საპირისპირო მხარეს უნდა ჩამოგვეწერა ჩვენი მიზნები. და შემდეგ ამ ერთი კვირის მერე უნდა გაგვექეთებინა ანალიზი და უნდა გვენახა რომელი ადამიანი კვეთდა რომელ მიზანს და ჩემ შემთხვევაში აღმოჩნდა ის რომ არც ერთი ის ადამიანი ვისაც ამ ერთი კვირის მანძილზე შევხვდი იმ მიზნებს არ კვეთდა რომელიც მე უკვე მიზნად მქონდა დასახული. ხო, ყველაზე მთავარი რაც მე ამ სკოლაში ვისწავლე ვთქვა არა როცა არ მინდა პრიორიტეტების გადანაწილება და ვთქვა კი იმაზე რაც მინდა და ვთქვა ის რაც მინდა და სწორად გავიგე რა არის სირცხვილი და რა არის სურვილი. იმიტომ რომ ჩვენი მენტალობა რაღაცა სხვა ფორმულაზე აწყობილი მენტალობა არის, ქართული მენტალობა. სამეგრელოშიც გვაქვს რაღაცა ესეთი მენტალობა, რომ რაღაცა სირცხვილად ითვლება, მაგრამ ეს არის სურვილი, ჩემი გამოხატულება. და მივხვდი, რომ რაღაცებზე უნდა მეთქვა უარი და ჩამეხსნა და დავიწყე ძიება ვინ და რა და ერთხელაც ტელევიზორში მესმის ძალიან ტკბილი ხმა. აი ეს ტკბილი ხმა საუბრობს თავის ნახატებზე, თავის ფერებზე, თავის ფერწერაზე, თოჯინებზე და ვეცნობ ადამიანს თინათინ მაღალაშვილს, რომელიც მე ვხვდები, რომ ეს ის თინათინია, რომელსაც აქვს Georgian Fashion Week და ზუსტად ვხვდები, ინტუიცია მყარნახობს, რომ ეს ის თინათინია, ვისთანაც შემდგომ ეტაპზე ხარჯი გაიზრდება. საინტერესო, ინტუიციაც იღვიძებს ხოლმე, როდესაც ნაკადში ვართ. შენ როცა ყვები ისტორიას მახსენდება ერთი იგავი, რომელიც ვფიქრობ ძალიან უხდება შენ შემთხვევას და ვფიქრობ, რომ ჩვენ მაყურებელს, ვინც ახლა გვიყურებს და გვისმენს, ძალიან გამოადგება, ეს არის იგავი ბრძენზე და შეგირდზე. როდესაც შეგირდი მიდის ბრძენთან და ეუბნება რომ ჭირდება დახმარება. დახმარება მჭირდება, იმიტომ რომ არავის ჩემი არ ესმის, არავის არაფერში არ ვჭირდები და ზოგადად ძალიან ბევრი რამ შემიძლია და ვიცი და ჩემი შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ვახდენო, ეტყვის შეგირდი. ბრძენი ეტყვის რომ აუცილებლად დაუბრუნებს მას პასუხს, მაგრამ სანამ პასუხს დაგიბრუნებ, აი 1 საათი მაქვს და ძალიან მინდა ამ საათის გაყიდვა, იქნებ ბაზარში წახვიდე და ეს საათი გაყიდოვო. ოღონდ 2 ოქროზე ნაკლებად არ მისცი არავისო. წავა შეგირდი დილიდან დაღამებამდე, მართლაც პატიოსნად და გულით მოივლის აბსოლუტურად ბაზარში ყველა ვაჭარს, ყველა სათითაოდ შესთავაზებს და 2 ოქროს კი არა, 1 ოქროსაც არავინ არ აძლევს საათში. ბრუნდება შეგირდი და ეუბნება ბრძენს რომ
ჩემი არაფერი არ იყიდებაო, აი ერთ ოქროთაც კი ვერ გავყიდე ეს საათიო. ბრძენი აგრძელებს გამოცდას, ასე ვთქვათ და ეუბნება რომ მოდი ერთ ადგილზეც გამეგზავნე. მიდი მესაათე იუველირთან და იქნებ იმან შეიძინოს საათიო. მიდის შეგირდი მესაათე იუველირთან და მესაათეს გაკვირვებული უყურებს და იძახის რომ მთელი ცხოვრება ამ საათის შეძენაზე ოცნებობდა. და ეუბნება რომ მე შენ ახლავე გადაგიხდი 1000 ოქროს, ოღონდ მეორე 1000 ოქროს გადაგიხდი მოგვიანებით, რადგან ამდენი ფული არ მაქვს, თუ ბრძენი ამ საათის გაყიდვას დათანხმდებაო. გაოგნებული ბრუნდება შეგირდი და ეკითხება ბრძენს, ეს როგორ მოხდა ასე რომ დილით არავინ მომცა 1 ოქროც და აქ 2000 ოქროს მაძლევენო და ბრძენმა ფაქტობრივად მას გასცა პასუხი. შენ როდესაც თვლი რომ არ ხარ რეალიზებული, შესაძლებელია შენ იმ ადგილას არ ხარ, სადაც შენი ფასი იციან. და ეს ისტორია მახსენდება, იმიტომ რომ როგორც ვიცი, შენი აღიარება არ დაიწყო საქართველოდან და რაღაც გარკვეული დაბრკოლებებით დაგხვდა. შენი აღიარება დაიწყო საფრანგეთიდან. საერთაშორისო არენიდან და აი ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის, როდესაც შენ გააკეთე პარიზში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ჩვენება, რომელმაც აიღო გრან-პრი. რა ემოცია იყო, როდესაც აი ამხელა განაცხადს აკეთებ, ხო? რომ ეს ხო თვითონ მოვლენა პარიზის მოდის კვირეული ხო დიდია და მაშინ როდესაც ფაქტობრივად იწყებ, გეშინია რომ აი იმ სიდიდის გავლენის ქვეშ არ მოექცე და ამ დროს შენ გაგაკ შენი ტკივილი. ხო? აი ეს ემოცია რო გაგვიზიარო. აუცილებლად გავაზიარებ ამ ემოციას და რაღაცასაც დავამატებ კარგით. წინა ღამეა, წევარ და ვფიქრობ. მოდი ახლა ეს 60-ელი რომელიც ჩამოტანილი გაგდა უნდა ჩაიცვა, არ ჩაიცვა. და ჩაიცვი, რაც შეიძლება უგემოვნოთ, ჩაიცვი ისეთი ტანსაცმელი, რომელიც არაფერ შუაში არ არის. იმიტომ რომ ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა. მე უნდა მენახა საკუთარ თავში პიროვნება 60-ელის გარეშე. მე უნდა მენახა რამდენად გავიზარდე და რამდენად ვაღიარე საკუთარ თავში საკუთარი მე და საკუთარი სოფია. ძალიან მნიშვნელოვანი. და მივდივარ სიტუაციაში, მეორე დილა არის, მაცვია ეს რაღაცა ზოლებიანი მაიკა, თუ ყოფდა რა ვიცი, რაც გინდა დაარქვი. საერთოდ არაფერ შუაში არ არის ქვედაბოლო ამ ყველაფერთან და ჩექმები და რო შევდივარ შენობაში პლაზა ათენში, სადაც მსოფლიო ლამაზმანები იყრიან თავს. ნახე, რამდენმა დამიჯიკავა და გაიწიო მითხრეს ცალკე თემა. იმიტომ რომ ჩვენ ხო გარეგნობით ზომავთ და მაისურით ადამიანებს. და არ ვივარცხნით მას, არ ვიკეთებ მაგიაჟს. თავიდან გამიჭირდა ძალიან ამ ყველაფრის, ჯერ თემა სოხუმი გამაქვს. ამ ყველაფერთან ერთად თვითონ შიშველი ვარ. შიშველს იმიტომ ვამბობ, რომ აი ეს არაფერი შეფუთვა არ ხო, მივხვდი იმას, რომ იმდენად გავზრდილ ვარ. იმდენად საკუთარ თავში ადამიანი პერსონა, პიროვნება ჩამოყალიბებულა, რომ ანუ არანაირად არ მიჭირდა რა მეცვა, იმიტომ რომ ვიცოდი რა გამქონდა, რაზე ვსაუბრობდი, ემოცია გავიტანე. თვითონ მელოდია თოლიების ხმით დაიწყო. და ხო წარმოგიდგენია ზღვის შუმი, შემდეგ თოლიების ხმა, შემდეგ ნაზი პიანინოს მინორი ბგერა და იწყება შავი კოლექცია, რომელსაც თავშალიც კი პატარა შავი ახურავთ მოდელებს და თავშალზე მანდარინის თეთრი ყვავილებია. ეს იყო ჩემი სოხუმის გაზიარება სოფლიოსთვის. იმიტომ რომ მოდის კვირეულებზე ზოგადად სხვა თემა გააქვთ ხოლმე. კი, ძალიან დიდი რისკია ამ ყველაფრის მოდის კვირეულზე გატანა. ჟურნალ Vogue-ში დაიბეჭდა, რომ ეს იყო გენიალური. იყო საუბარი ნაჭრის ტექნიკაზე, იყო საუბარი კონცეპტუალურობაზე, იყო აი ამ შეკრულ სცენარზე. საუბარი და დღეს ხარჯი ცნობილია იმით, რომ კონცეპტუალურ ჩვენებებს აკეთებს. სულ რაღაცებს ყვებით.
დიდი მადლობა შენ ამისთვის, ანუ ჩემი წილი მადლობა, იმიტომ რომ აი ეს თემა ასე გაიტანე და აი შეფუთვის გარეშე, როდესაც ემოცია ნამდვილია და ჩვენ საკუთარ ემოციამდე ჩავდივართ და აი სწორედ საკუთარ თავზე მუშაობა ამაში გვეხმარება და შეგვიძლია ის საკუთარი ბრილიანტი აღმოვაჩინოთ, მაშინ იმ ბრილიანტს შეფუთვა აღარ ჭირდება და იმას აბსოლუტურად ყველა ხედავს. გეთანხმები, ჩემი წილი მადლობა თქვენ ხათო და ბრილიანტზე ერთ რამეს ვიტყვი. რაც მე კოუჩინგის სკოლა დავამთავრე, დავიწყე წიგნის წერა. ბრილიანტი და კარტოფილი. და ყოველთვის, როდესაც ვასრულებ საუბარს, მე ვამბობ, მე არა ვარ კარტოფილი, მე ვარ ბრილიანტი. სიამოვნებით წიგნის პრეზენტაცია აუცილებლად მოვაწყოთ, შეგიპირე. ერთი საინტერესო დეტალი მინდა რომ ვახსენოთ, როგორც ვიცი, შენ მას მერე რაც გადაწყვეტე, რომ ზუსტად იცი რა გინდა და რა არა, ხო? კიდევ ერთი პატარა რევოლუცია მოახდინე და სცენაზე დააყენე სხვადასხვა ასაკის არაპროფესიონალი მოდელები და შენს ამ ნაბიჯს ერქვა ქალი არ არის ზომები, ქალი არის შინაარსი, ხო? დიახ. კი, რომელიც ისევ და ისევ საერთაშორისო სცენაზე ძალიან კარგად იყო აღქმული, მაგრამ ცოტა უცნაურად აღიქვა ისევ და რიგმა ისევ. ქართულმა საზოგადოებამ, კი. ქართულმა საზოგადოებამ. აგრძელებ, ხო, როგორც ვიცი ამ ხაზს. რა თქმა უნდა ვაგრძელებ. მოდი მაშინ აქვე გავაჟღერებ, რომ 27 თებერვალს მილანში მოგჩვენება და იქ მიდის კოლექცია სახელწოდებით სივრცე ჩვენ შორის. სადაც მოდელები არიან როგორც 18 წლის, ასე +18 და +50. მინდა ვთქვა, რომ მანძილი იზომება და სივრცე არა. მოდი ერთ რამეს ვიტყვი. ხარჯი არ არის მხოლოდ ტანსაცმელი. ხარჯი არის ქალი ღირსებით, შინაარსით. ჩვენებაზე, რომელიც მილანში გამოდიან ქალები, მათ არ უწევთ დამტკიცება, რომ მაგარი გოგოები არიან, მათ უკვე დაამტკიცეს. მათ გააქვთ თავიანთი ქალურობა, თავიანთი აი ეს დიდი ღრმა, შინაგანი მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ ქალს, რომელმაც 50 წელი გაიარა, შეუძლია გაიტანოს და აჩვენოს. 18 წლისა ხო? 18 წლისას ხო, სულ სხვა პეპლები ყავს. სულ სხვა სილამაზე აქვს და ამას სულ სხვა სილამაზე. სოფია, მე არ მომწყინდება შენთან საუბარი, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ უნდა შემოვიფარგლოთ, დღეს უნდა დავამთავროთ, რომ მე კიდევ გავაგრძელოთ სხვა დროს. მე მინდა დავაანონსო, რომ 12 მარტს ვიწყებთ კოუჩინგის სკოლის ახალ ნაკადს, ამიტომ ვინც ფიქრობთ, რომ თქვენი შესაძლებლობების რეალიზება გჭირდებათ, გინდათ შეიცვალოთ პროფესია, გინდათ თქვენი პროფესია გაამრავალფეროვნოთ, გინდათ საკუთარი თავი იპოვოთ, ჩვენ აქ ვართ. და მინდა დღევანდელი გადაცემა დავამთავრო სლოგანით, რომელიც სოფიას ბრენდის არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჩემს და შენს ბრენდს ორივეს ეხმიანება, ჩვენ ვამსხვრევთ სტანდარტებს და ოცნებების ასრულებას ვემსახურებით. აუცილებლად იარეთ წინ. Dashi, სადარი.